ჩამო ძალიან ცუდად გახდა გზაში ხაფები გადმოსდიოდა პირიდან და გული აუ ძალიან ცუდად გული გაუჩერდა და რეანიმაციაში აიყვანეს. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვიღებთ ისევ უდედის ფანტაზიურეს, უდედის გრანდიოზულეს უმაგრეს ვიდეოს. ფრენკს რავი, ძმაო, იმენა ვინ ხართ, რა გინდათ? რატო გინდათ ამდენი ფრენკი? რავი, ანუ სხვა არაფერი აღარ გადავიღო. მარტო ფრენკი გინდა, ძმა. ვეღარ ვიღებ ფრენკებს, ხალხო, ეს რა არის? დავი. კი, ძმაო, წავედი. წამო, მალე. ბიჭო, გადარჩება? და ვიდეოს წერთ რამეს თუ რა ხდება. ხო. თავი დავამუღავე. გიცანი სახეზე. აუ, რატო გვაწვალებ მითხარია, ბაჭი. მზად ხართ? 1, 2, 3. მალე. დაჯე. მიდი მოხი. აუ, კაი რა. აზრიალა. რა გავაკეთო? იმენ ეს ვიდეო იქნება ფეილები. მეჩი აზრიალა. ეს ვიდეო იქნება იმენა ფეილები. ხო, შეგონია სიზმარში ყოლები. კონკაობენ თუ რა შვები, იმიტომ წამოიღე ის. ეგრევე დაგვიმუღამე, ხო? შეგინცანი რა. და პირბადეს. ანუ არ გამომდის. პირბადე სათვალე არაფრით აღარ გამომდის ფრენკის გადაღება და მაგრამ დაიცადეთ. დღეს ვიღებთ ისეთ უდედის ფანტაზიურეს ფრენკს, სადაც ფრენკავთ ჩემს ოპერატორს ანრის. ანრი, რავი, მოდი 1-2 სიტყვა შენს თქვით მობას გაფიცებ რა. პროსტა მითხარი რომ მომაკითხეთ, ანუ აი რა ხდებოდა. მოგესალმებით მეგობრებო. ზოგიერთი მისცემ, ზოგიერთი არა, სამოსფო ვიდეოგრაფი გახლავართ. რაც ყველაზე მთავარია ხალხო, თუ ერთი მომენტით მაინც გადაახვიეთ და იმ მომენტში გადაახვიეთ, როცა არ უნდა გადაგეხვიეთ, აზრი არა აქვს ვიდეოს ყურებას. ასე რომ არ გადაახვიოთ, რომ მთლიანად შინაარსი იცოდეთ. მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორს ამბასადორი ბეც. რა იქიდან გამომდინარე, რომ ფრენკების გადაღებისას მაიკის ჩაცმა მწვავს, ანუ სახეს რო ფარავ, ამბასადორით მცნობენ რა და ამიტომ ფრენკების გადაღებისას აი აქ იქნება ხოლმე ზემოთ, მაღლა ჩემი სიყვარულები ამბასადორი ბეთი. ძალიან დიდი მადლობა მათ ჩემი არქის დასპონსორებისთვის. ეხლა კიდე მე თქვენ ხელს ჩაგკიდებთ ხალხო და ისეთ მაგარ ფრენკში ჩაგძირავთ ჩემთან. ჩავყვინწოთ რა, ცოტა ხანს ურავინც იცის ვინც არა და გასწავლით. ეხლა წავედით. სახიობებს განახებთ ხალხო. დაუმარჯოს ჩემი ძმა. და ეს კაცი კი იცით რა უკვე. დღეს ფრენკავთ ჩემს ძმაკაცს, ჩემს ოპერატორს რა. ვიცი რომელი გზითაც უნდა გაიაროს, გადაღებაზე მიდის გლდანში რა. გზაში გავაჩერებთ, თქვენ გააჩერებთ და ვითომ ერთ-ერთი ვინც გავფრენკეთ, იმის ვიღაცა ხართ რა, ანუ ან შვილი, ან შვილიშვილი, ან ძმა, არ აქვს მნიშვნელობა რა. აჩერებთ, სარკეს უმტვრევთ, სადაც ის მაგ სარკეს უმტვრევთ, ამოყვავს თავზე უკეთებთ იმას და გადაყვავს სასაფლაოებზე. გაიგეთ? ნუ მოკლედ იქ მე ვაშინებთ, ნუ ძალიან არა, მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკონტროლებ ისე როგორც საჭირო არა, მაგრამ თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ეგ, ფრენკავთ ჩემს ოპერატორს. ხოძზე ხართ, ხო? ერთ წუთს რო შემოვაყენე რა. აი შემოვაყენე. ერთ წამო შემოვაყენე. ერთ წუთს რო შემოვაყენე. შენ ოპერატორი არა ხარ? მეცუსაც. შემოვაყენე. სალაპარაკო მაგ შემოვაყენე ერთ წამო. აგე შემოვაყენე. აი გაისროებ. აგერ გელაპარაკები შემოვაყენე. აგე შეხედე. აი პაკიშკარო არის, აი. ხო, იქ. გადმომიხენ.
არა, გასწარებს. რა ხდება? გადმოწმავდა. რა ხდება მე? დრინები დამადებით ბიჭო. შენსუსას. ხო, მე ვარ. ხო. და გადმოწმ, მე გასწრებს. გადმოწმ. მე რა როი? გადმოწდა. ვისი მამა გადაიღე? ვისი მამა გადავი? ვინ აი სენსუზა ვაფშე ჩვენ გვახატიას მამა რო გადაი ვისი მამა გადაი ძმაკაცია ჩემი ძმა და სენსუსას დაურეკავ თუ გინდა ვის დაურეკავ სენსუსს დარეკვა ეხა აღარ გიშველი რას ნიშნავს არ გიშველის რო გეუბნები იმას გადმოდ მანქანა და გეტყვი რო არ გიშველის ეხას დაურეკავ და გადმოვა გინდა ო ვისთან დარეკ სენსუსასთან მე რა ჩავიდეთ მაგასთან უბანში დარეკე სადაც გინდა მაგრამ გადმოდი მანქანა სუდრამა ან რო გამაჩერე და ბიტით დამადეკით რა არის მოგეუნები გადმოწმა მანქანა აი ჰა ვინებს ვისიღებ შენ ვიდეოში გამოიწვია რავი მე ყველას ვიღებ ოპერატორი ვარ და ჩემია ვარ შენი ავალი ეხლა დაგილეწოს მანქანა ხო ხარ და რატო უნდა დამილეწო მანქანა რატო უნდა დაგილეწო ხო გას ქვია რატო უნდა დაგილეწო გას ქვია რატო უნდა დაგილეწო ხო ვისი მამა გადაიო მე რა ვიცი ვისი მამა გას ქვია რა ის ბიჭო რა მალაბა რა ნუ არა გაწიე ბიჭო ხელი გათხეს გაწიე ბიჭო ხელი ბიჭო რა არაფერი არ ხდება ბიჭო ელი ბიჭო დამოიწ ხელი გაწიე დენემ ელი ბიჭო ელი ბიჭო ავა ხელი ბიჭო მე ვისიგებ არ უნდა იცოდე მე რა ბიჭო მოხდა არა ჯერა რა ფერი არ მოხდა აი ნახო რა მოგამოძო აი Papa! აბა, როგორი ეხ? ბიჭო არა. აია, მოშები. აია. როგორი? დამშვიდი. ვინ გადაიღე? რა ვიცი მე ვინ გადაიღე? აღარ გახსოვს ეხლა ვინ გადაიღე? ხელი გაწიე ბიჭო. პირველად საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტში სექტემბრიდან იწყება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განხორციელება, რაც გულისხმობს მე-11 და მე-12 კლასის პროგრამებთან ერთად პროფესიის შესწავლას. პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ პროფესიულ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას გააგრძელებენ საბაკალავრო პროგრამებზე ნებისმიერი მიმართულებით. ასევე საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტი თავის პროფესიული პროგრამების განხორციელებას იწყებს ქუთაისშიც, რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარია და არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისშიც შეგძლებ დაეუფლოთ ამ პროფესიას. ვინ გადაიღე მე? რა ვიცი მე ყველას ვიღებთ რატო? ერთობ. მე ჩვენს ერთობ. ტვივა. აი, აცა. რატო გადაიღე? მე რა რო. ჩას ქვია მე რო გადაიღე. აი მასაც მივაყოლებ ზევიდან. სად არის შენი ქსესუსა დაურეკე მიდი აბა. აი ადექ ფერზე, ადექ. აი ბიჭო. მიიღეთ აი რა, აი დამში. გესმის? წყალი მიეც. წყალი მიეც. გესმის? აი. მოიხედე. აი. სახიობები ვარ ძმა, მართლა კი არაფერი. ანრი. წყალი სადაგ აქვს ძმა, მითხარი? ჰა? მიდი ნახე ბარ. გამოგებული აქ. ანრი, ოი. კაი და. ანრი. მაგარეთი შეეხო. ანრი, მოიხედე ერთსა. მოიხედე. ერთუთი გა. არ შეიძლება ძმა, თუ ვიცი ესეთი რაღაც. ანრი. აი დამშვიდი ძმა. მოდი, აბა ეს ჩავს. ადექ ძმობას გაფსი რა, ადექ. აი ეს. ადექ ძმა. არა, ადექ ბიჭო. ადექი ძმა კაცობას გაფსი. სამეხმარე ჩასვე. მოიცა. ერთი წამი არი ნერვიულო, არაფერი, დაჯი კაცო. დაჯი ძმა. ხურობა, ბიჭო, არ შეიძლება.
ოი. ანრი. ანრი. მიდი ერთი. დაჯექი ანა მან. ლევან წაიყვანეთ. სასწრაფოში დაიკიდე, დაჯე. არ შეგერჭომა. ხელები მიკანკალებს სულ ბიჭებს გადავ. მოდი გაუშვი რა. დაიცა ძმაო რა ბიტა მალე იმას. აუ ჩემი. არ დაიბრიდოს მაო ან მალე მიიყვანით, გთხოვთ. აჰა ძმა გამო. არადგი, ჩახარ ბიჭო, ჩახარ. ანრი. დაიბრიდე შეჩემა. არა შეჩემა. თქვენ ეხა ნახეთ ანდრი რო ცუდად გახდა. თუ კარგად ითამაშა, ყველამ დაიჯერა, მაგრამ ეხა უყურე. მართლა უნდა გამეფრენქა რა, მაგრამ ვერ წირავ რა გავაკეთო რა. ასე რომ ანრი შენ უკვე იცი რას უნდა მოხდეს და სინამდვილეში ჩვენ ფრენქავთ მსახიობებს. ეხლა რა დღეში ჩავარდებიან პროსტა მსახიობები. ეხლა იწყება ნამდვილი ფრენკი. აი ეხლა იწყება ნამდვილი ფრენკი რა და კი ვიცი რა დღეშიც იქნებიან, ამიტომ ბიჭებო, ჩემგან ძალიან დიდი ბოდიში, ეს ამ ადამიანის იდეა იყო, პასუხისმგებლობასაც ეს იღებს საკუთარ თავზე. ვიღებ მეტას. ხო და მოკლედ ხალხო, სინამდვილეში ანდრიმ ყველაფერი იცოდა, ეგეთ რაღაცას ვერ გავუკეთებდი ადამიანს ნამდვილად რა, ეგეთი ავადმყოფი არ ვარ, რომ კი ცოტა ვარ პატარათი, ოდნავ აი ცოტა მეტი. მაგრამ ეგეთ რაღაცას მაინც ვერ გავუკეთებდი ადამიანს, ეხა სარკეს უმტრევ, იპარავდა რაღაცეები ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სინამდვილეში მოკლედ ვუკეთებთ ფრენკს მსახიობებს. და ეხა გაიგებენ რომ ანდრი გარდაიცვალა. არ შეიძლება ძმაო, ცუდად რო არის კაცი ესე არ შეიძლება თო. ძალიან ბიჭო მაგრაინერვიულა, ხო? ცუდად გახდა ძმა. ცუდად გახდა ძმაო, კაცი ჩემი დედა ჩემეცო. ხო ძმა, შეიძლება დაიბრიდოს, მაო, ხდება კაცი. აი რა დაიბრიდო. მართლა გეუნები ძმაო. მე არ გამოვშტები კაცში დამიფარე რაღაცა. არა, უნდა დავხაროს, ყველაფერი. ცუდად არ გახდეს, მაო, რამე ეპილეფსია არ მოუვიდეს, მოვა. წყალი უნდოდა ძმაო, წყალი უნდა მიგაწედებინა. წყალი საიდან ძმა? ეპილეფსიანი როცა არის ძმაო და ესეთ. ბიჭო, ბავშვობაში ხონდა, აი. მე რა ძმა, ესე ძმაო, კაცი რამის მოკვდა, იცი, აი ესე გაიღადავენ ტიპები და დაიბრიდა რამის. ხო, მე რა ბავშვობაში რო ქონდა, აი ეს ხველები დააწყებინა ძმაო და რამის კაცი გარდაიცვალე. ხო, აი როგორც ესახველებდა. გავიგე ძმა, შენ ძმა კაცი რო არის, მაგრამ აი ხა რამე რომ მოვიდეს რა გავაკეთო. ჩათვალე რომ წყალში მე ყველაფერი ჩავიდო. სულ ყველაფერი. ეს რომ ცოდნოდა ეხა ეპილეფსია როგორ ქონდა ვაფშე არ იმას არ ვიტყოდი. ხო გითხარი ბავშვობაში ეპილეფსია ქონდა მეთქი. ეგ მეგონა ეხა ქონდა თუ ბავშვობაში გავიგე როგორ ქონდა, მაგრამ რაღაცა რომ მოუვიდეს, ნო. დაიბრიდოს, მე ეს ადმიდივ. გაგება ჩემგან არტისტი. არა, გადაო, ძალიან მაგარ. პროსტა ბოლოს გული უნდა წაგვსვლოდა. შეხდაველოდოთ და ეხა დაურეკავთ, დაურეკავთ და ეტყვი მოკვდა რა. არა, მოკვდა არა. გული გაუჩერდა. რო დაიბრიდო, ჯვარი წერია ძმაო, მე ეს ადმიდივ. აუ ბიჭო. მეც ამაქვს ძმა ეხა ბავშვობაში ეპილეფსია და აი ესე ჩემო ბრატმა გამიჩაიჭა. რაღაც ხუმრობთ. რამის დავიბრიდე. საუნტყოფში რო არ გადავიყვანე, ვიბრიდებოდი. ცოდო გეუნეოდი ძმაო და არაო და ეხა ეს რო რაღაც დაგეწვინა, ცუდად გახდებოდა ძმაო, კაცი რამის ცუდად გახდა ძმა. სამი არ მოუვიდეს ბიჭემი და დავატირეს. ალო. შავო ძალიან ცუდად გახდა გზაში, კაფეები გადმოვდიოდა პირიდან და გული გაუჩერდა და რეანიმაციაში აიყვანეს საოპერაციო. რა რეებს ლაპარაკობ, გოგო? რა რეებს ლაპარაკობ, კაფეები გადმოვდიოდა პირიდან, გული გაუჩერდა მეთქი, არ გესმის? შეყვანილი ყავთ ხა ექიმები. ბოკერიაში ვართ. რა გული გაუჩერდა, გოგო? გული გაუჩერდა მეთქი, ანუ შენ გონია ვღადაო თუ რა შვები? აჰა, რა ძმობას გაფიცებ, გაიკეთე, ვიღებ იყოს რა გეხვეწები მომომდე რა. ბიჭო, საჭიროა ეს. არა, შანსი არ არის, რეებს მეუნები. ეხა წამოდით. გაიგე, ეხა წამოდით. მოდით ოსამამ. კი, მალეო. კი, მალეო. ისევ იქ მალეო. წადი კაია მარში. მიდე ანდრე.
1000 ჯერ ვუთხარი ანდრესთან არის. ეხა იქიდან კიდე ვიღაცას გული თუ არ წავუვიდა და ორი მაგად გაგფრენგა. ან ეხა მართლა რო დამიშვა. ხო, გიცემო. აუ ბიჭო იმენა შენთან გადაღებისას სულ რაღაცა უნდა მე რა შუაში ვარ ჩემს ვახ ჩემთან ასე იშვეთ მე რა შუაში ვარ თო ძალიან ზედმეტები მოგივიდათ ბიჭო რა მე მომივიდა მე რა ზედმეტი მომივიდა ჩემს რას მეუნები მე მომივიდა ზედმეტი ბიჭო ეგრე ძალიან ანუ ზეგერ ძალიან მეუნები ძმო ვაგერ ეხა მე მეუნები რომ შუშა ჩამტრიო და არ ღირს მეთქი მოხადე მეთქი გითხარი ხო მაგრამ შუშა ჩამტრიე მეთქი ეგრე ამან იმენა მოკეცა კაცი ძმაო რა ვიცი თო ზედმეტი რა მომივიდა კიდე მომივიდა ზედმეტი მოგივიდა ძმაო აბა რა არის თო იმაშვებით მოკეცა კაცმა იმენა ესეთი გადაღების დედაცვატირია ძმაო ვაფშე რა ძალიან ზედმეტი მოგივიდა მე მომივიდა გოგა ზედე ზედმეტი კი არა გახდა ტიპი უბრალოდ სუდა და სუდა შეეკრა მაგვარად მაგხელა რაღაცას ვინ მოელოდა გამოვართვი ტელეფონი არსად არ და ნერვიულობ ეხლა და ცოტა ხანი დავისადოთ ძმაო რა ამე რომ მოვიდეს ძმაო გული დამეწო ჩემი დედაშო რა ზედმეტი აქვს საუბარ შენ ამბობ რომ მინა ჩავამტვიო მინა დამირეკე და ესეთი რაღაცა რო ჭირს ძმაო არ შეიძლება ძმაო ამ ბიჭ რო რამე მოვიდეს მე რა ვქნა ძმაო მე მითხარ მარტო მე კი არა ამასაც შეეფნებო პრობლემა ცოტა ზედმეტი მოგივიდათ ძმაო რა ზედმეტი გეუნებოდი აიყვანე ჩასვი მეთქი და გეჭირათ ბიჭ 2 საათი მოკეცილი კაცი და აბა ცუდად გახდებოდა აბა რა იქნებოდა თო ხანაში უნდა გამეჩერებია ბიჭო ძალიან ხო მაგრამ ძალიან მოკეცილი ხო ხრებზე მქონდა კისერში და აბა შეხება არ იყოს იტალა გალაჰრაგად ოლევუნ პალალ ინდეი დალეალგემ ვავა რეკლამას წერთ ლიდერ მოტორში შეგიძლიათ ნებისმიერი მანქანის მომსახურეობა იპოვოთ მანქანის შეღებიდან დაწყებული სავალი ნაწილის შეკეთებამდე ჩემი მანქანა სხვათა შორის აქ არის შეღებილი და ბევრს გონია ფირი აქვს გადაკრული სინამდვილეში უბრალოდ შეღებილია ისე მაგრად ღებავენ ვისაც გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ლიდერ მოტორში შესახებ შეგიძლიათ მიბრძანდეთ თენგის შეშელის 9 ნომერში აი მართლა ყველაფერი აქვს ხალხო და ხო სხვათა შორის ანდრის მანქანის მინაც აქ შემიცვალეს ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი კომპანია ლიდერ მოტორს. იტალია გამარაკიფელ პაპა. კაიგად. მოდია. ორი შუშა ჩახომტური ეხა აი ოსკარი მოხერხებული გაგიჟე აი თამაში საავო მორჩი აღარ მიგეთ არაფერს ჩემი ვაფშე ჩემი ნომერი დაივიწყეთ მორჩი დავე ვითხარი ეხლა რა განისადებს როგორია მაგრამ ინერვიულებს მაგრამ აი სად არ გადამიღია სერიალებში სად არ ყოფილი ვარ მაგრამ იმენა ამას რო შევხედე რომ დუჟი გადმოვიდა მეთქი აუ ჩემი ახლა იბრიდება რაღაც აი მე რა ვინერვიულად თან ეს მე შენი ბრო რა არის მეთქი ბიჭო ცოტა და ბიტა რომ მქონოდა და დავარტყავდი ჩემი როგორ გითხრა აი იმენა რა ვიცი იმენა ბოლო დონეზე დგეხათ რა გასწორა ეს არის ნამდვილი ფრენკი ხალხო რა რავი დავა იქეთ გამოიწერეთ არხი 20 25 20 ბიჭო გიში 25 ბიჭო იმსახურებს გეუბნები აი რავი თუ დავა იქეთ ანდრის დავა იქეთ 25000-ს მოდი შენი რამე გავარეკლამო თქვი რამე და ვისაც გინდათ ხორცილების გადაღება ბანკეტები ხორცილების არეკლამა აი ეს ცნობილი ადამიანი თუ გინდათ რომ მოვიდეს და გადაგიყოთ ძალიან ადეკვატურ ფასად და ძალიან მაგარი აპარატურით რავი აგერ შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ამ ნომერზე ნომრის აბონატებში ამ ნომერზე შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ და შეგიძლიათ ნახოთ TikTok-ზეც მისი ნამუშევრები რა. Всё. გაწვიმდა წავედით.